დაპირებული ვიდეო ავტოიმუნურ დაავადებებთან დაკავშირებით და კერძოდ ვიტილიგოსთან. გვაინტერესებს შედეგი, როგორც დავხვდი, რომ დადებდით შედეგს, თუმცა გვიდევს არაერთი შედეგი და მინდა ეს თემა რო ცოტა ცლად ჩავშალო. ხო, გეტყვით, რომ ეს შედეგი ერთ-ერთი ბოლო შედეგია, რომელიც სრული განკურნებით დასრულდა, თუმცა ძალიან საინტერესო შემთხვევაა, იმიტომ რომ ორი ავტოიმუნური დაავადება ერთდროულად აქვს ამ პაციენტს და დიდი მადლობა პაციენტს იმისთვის, რომ მოგვაწოდეს ფოტოსურათები და დაგვთანხმდა, რომ ეს ყველაფერი სხვების დასანახად დავდოთ, იმიტომ რომ იმდენად გაწამებული იყო ახალგაზრდა ქალბატონს ეხება და იცის, რომ ძალიან ბევრს აქვს იგივე პრობლემა და მადლობა მას, იმიტომ რომ ეს სურათები იქნება საწინდარი იმის, რომ ადამიანებმა დაიჯეროს, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია. უბრალოდ მას კომბინირებული ვარიანტი ვიტილიგო და ალოპეცია ერთად ქონდა, ვიტილიგო როგორც ხედავთ აღარ არის და ალოპეციათ მიდით ბოლოსკენ. ნუ ამას თავისი მიზეზები აქვს, რატო ჯერ ის და მერე ეს და ასე შემდეგ, ამაზე მე ცალკე ალბათ ვიდეო იქნება ჩასწერი, ძალიან ბევრი იქნება სალაპარაკო. მე გეტყვით, რომ პირველი შემთხვევა ვიტილიგოს განკურნების მქონდა 25 წლის წინ. ეს იყო ერთ-ერთ რეგიონში, არ ვიტყვი ქალაქს, იმიტომ რომ შეიძლება ამ ადამიანს ბევრი იცნობს და მიხვდეს ვიზეც ლაპარაკი და ზუსტად იგივე იყო მაშინაც, ესე იგი თავიდან ძალიან ორჭოფობდა, ეს პაციენტი იქაც ახალგაზრდა ქალბატონი იყო 40 წლის მიღწეული და სახეზე ქონდა, ძალიან ისეთ ადგილას ქონდა და ნუ წარმოგიდგენიათ ქალბატონისთვის პრობლემა, რომ ასეთი ვიზუალურად ხო სახეზე ვიტილიგო, რომელიც საკმაოდ ჭარბი პიგმენტაცია თეთრი ფერის იყო და მოვიდა მითხრა რომ მე არ მჯერაო ვიცი რომ ეს არის კურნებაო მაგრამ თუ ოდნავ მაინც გაუფერულდება ან ცოტა კანისკენ გადაიხრება ესეც ჩემთვის შეღავათიაო და საერთოდ ჯამში 17 თვეში თუ არ მეშლება საერთოდ ალაგდა იქაც აბსოლუტური განკურნება იყო და ნუ მაშინ მოგეხსენებათ რომ პაციენტების უმეტესობას არ უნდა რომ ჩვენ ეს ყველაფერი გამოვამზეუროთ ამიტომ მაშინ მიუხედავად ჩემი თხოვნისა მან უარი მითხრა ინტერვიუზე და უარი მითხრა ინფორმაციის მოწოდებაზე და აი დღეს ესეთი შესაძლებლობა არის და ეხება ერთი ხედავთ ზემოთ სანამ დავიწყებდით ესე იგი ამ ყველაფერს და შემდეგ უკვე 11 თვის მერე მიღებული შედეგი აქვე გეტყვით რომ ამ პაციენტს ხელებზეც ჰქონდა ეს პრობლემა რა თქმა უნდა ვიტილიგო ყველგან ალაგდა აბსოლუტურად სრულად ბოლომდე ყველანაირი ესე იგი ნარჩენი მოვლენების გარეშე ანუ თქვათ რამდენი ხანია აქვს ადამიანს ეს ვიტილიგო ანუ სირთულე აქ მნიშვნელობა იმიტომ რომ ეხლა დღეს იყო ზუსტად ერთ-ერთმა პაციენტმა მომწერა რომ ესე იგიო სრულ ალოპეციაზე სრულიად დასვენილი აქვს თმაო და თუ იქნება შედეგიო აი ალოპეციასთან დაკავშირებით გეტყვით თუ 3-5 წლისზე უფრო ადრინდელი დაწყებულია პროცესი შეიძლება შედეგი არ დაიდოს, იმიტომ რომ ავტოიმუნურ ფონს ვერ მოხსნით, იმიტომ რომ ფოლიკულები მაქსიმუმ 5 წლის მერე იღუპება და არ არსებული ფოლიკული და თმას ვეღარ ამოიყვანთ. ამიტომ არის რაღაცა ნიუანსები, ხო, რის გამოც ესე იგი სხვა ავტოიმუნურ დაავადება სხვადასხვანაირი შედეგი შეიძლება მოყვეს. აქვე გეტყვით კიდევ ერთხელ სანამ იმ ვიდეოს დაგიდებთ, სადაც 100-ზე მეტი ავტოიმუნური დაავადება იქნება ჩამოთვლილი. ავტოიმუნური დაავადებები ეს არის ერთი სისტემის დაავადებების სხვა სახის გამოხატულება. ანუ ავტოიმუნური დაავადება ეს არის ერთი სისტემის, იმუნური სისტემის დაავადება, რომელიც სხვადასხვანაირად ვითარდება და ვლინდება. ანუ გუშინ ღამე ვფიქრობდი როგორ მივახვედრო პაციენტებს უფრო ადვილად, მეთქე ბევრი მეკითხა, ესეც იკურნება, ეს იკურნება. ერთი დაავადება და ერთ დაავადებას ერთნაირი კურნალობა უნდა. ოღონდ როგორც გრიპი მაგალითად ყველა შეიძლება დაემართოს. ვიღაცას მაღალი სიცხით, ვიღაცას უსიცხოდ, ვიღაცას ახველებს, ვიღაცას სურდო აქვს, ვიღაცას ურთულდება, ვიღაცას პირიქით, ხო? ავტოიმუნური დაავადებების იმის მიხედვით იმუნური სისტემა, დაავადებული იმუნური სისტემა რას უტევს? შესაბამისი გამოხატულებას და შესაბამისი დასახელებას და მიმართულებას. აი ეს რაც მინდოდა, აი ესე მოკლედ შეძლებს დაგვარად მეთქვა.